გამარჯობა მეგობრებო, მე გადავწყვიტე რომ ახალი ფორმატი ვცადო, თან ვითამაშებ და ამ შემთხვევაში ჩემს საყვარელ თამაშს Hearthstone-ს ვთამაშობ და თან რაღაცა მიმდინარე მოვლენებზე დაგელაპარაკებით ხოლმე. დღეს მინდა ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც ყველაზე აქტუალური არის საქართველოში თუ არა, მთელ სოციალურ ქსელებში მაინც, იმიტომ რომ საქართველოში რატომ არ არის აქტუალური? აი ზუსტად ამაზე მინდა რომ ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ და ეს რაღაცნაირად მთელს საქოცეთს ძალიან კარგად წარმოაჩენს. დღეს გავაზიარე პოსტი Facebook-ზე, რომელიც შემხვდა, რომელშიც ეწერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის მაყურებელმა არ იცისო, რომ დიუშენის სინდრომით მქონე ბავშვების დასახმარებლად ილიაუნის სტუდენტებმა ააგროვეს თითქმის 700,000 ლარამდე. ნუ მაშინ უფრო ნაკლები იყო აგროვებული იმ მომენტში, მაგრამ საათობრივად იზრდებოდა ეს რაოდენობა და ეხლა ამ წუთას მე მგონი 700,000-მდე არის, შეიძლება გადაცდა კიდევაც, როცა ამ ვიდეოს ვწერ, არ ვიცი. მაგრამ რაღაცაერთ გასაგები არის ის, რომ დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე იქნებოდა ეს ამბავი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლაც არ გააშუქებდა ამას, იმიტომ რომ სამწუხაროდ როგორც ყოველთვის და როგორც ყველა ხელისუფლების პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოლიტიკური იარაღი და არა საზოგადოებისთვის რაღაცა ობიექტური ინფორმაციის მიმწოდებელი და თან ეს რა ობიექტურობას მოიცავს ახლა ეს ინფორმაცია, ხო? იმედზე არ ვიცი, სხვათა შორის არ გადამიმოწმებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც იმედზე არ იტყოდენ ამის შესახებ არაფერს. მაგრამ ვუყურე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოამბეს 6 საათიანს და მე მთავარ გამოშვებას მოამბეს 9 საათიანს და მართალი აღმოჩნდა ეს პოსტი, რომელიც გადავაზიარე. თქვენ შეიძლება ხა შენიშნულ მომცეთოთ, სანამ გადააშერებდიო, მანამდე რატომ არ გადაამოწმებო, მაგრამ ისეთ ადამიანს ჰქონდა ეს გადაშიარებული, რომ ვენდობოდი ამ ადამიანს და შესაბამისად ეს ნდობა გამართლდა. ხო და მოკლედ გადავამოწმე და ვნახე, რომ მართლაც არ აქვს არაფერი ნათქვამი საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეხლა იმედზე არ ვიტყვი ამ ვიდეოში ობიექტურობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იმედზე არ გადამიმოწმებია, ეხლა ქრონიკას ვერ ვუყურებ, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. მაგრამ აი ესე რაღაცნაირად ჩვენ ყველამ ესეთი იმითი ალბათ რაღაცნაირად ვიცით, დარწმუნებული ვარ და იცი როგორ რაღაცა არის ეს თავისთავად ის რომ გგონია და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ იმედი მართლაც არ გააშუქებდა ამ თემას, ეს თავისთავად გვაჩვენებს იმას, თუ რა რეპუტაცია აქვს ამ ტელევიზიას და რა წარმოდგენა გვაქვს ჩვენ ამ ადამიანებზე. ხო და ეხლა მთავარი თემა აქ არის ეს, რომ მთავარი შეკითხვა არის ის, რომ რატომ არ უნდა გააშუქოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის ამბავი, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად სტუდენტებმა წამოიწყეს საყოველთაო აქცია, ლარლარის კამპანია, ლარის ჩარიცხვის კამპანია და იმდენი ადამიანი ჩაერთო ზუსტად იმიტომ, რომ აი ლარის გადარიცხვის თემა იყო ეგ და ეს ერთლარიანი არ არის რაღაცა დიდი ტვირთი ადამიანებისთვის და ყველა შეძლო რომ რაღაცა ნაწილი გამოიყო თავისი ბიუჯეტის მიუხედავად იმისა, რომ ის გაჭირვება არის საქართველოში, რომ ვიღაცისთვის ეს ლარიც შეიძლება სერიოზული დანაკლისი ყოფილიყო. ნუ დანაკლისი არა, მაგრამ არ არის ადვილი გასაცემი შეიძლება ვიღაცისთვის ეს ლარი, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ამ სოლიდარობით და იმითი რომ მოდი და ესე რაღაცა შევაკოწიწოთ და ერთად როგორც საზოგადოება რაღაცა გავაკეთოთ, აი ამისი მაგალითი იყო მთელი ეს კამპანია რა, 700,000 ლარამდე აგროვდა არ ვიცი, მე მგონი 24 საათში თუ არ ვცდები. ეხლა ქვეყანაში სადაც მუდმივად არის ლაპარაკი იმ თემაზე, რომ პოლარიზაცია არის, დაპირისპირება არის, სულ აგრესია, სულ ზიზღი და გესლია, თურმე თან იმდენად არის შეწუხებული საქართველოს ხელისუფლება და მთელი საქოცეთი ხალხის ბოღმით და გესლით და მათ მიმართ 30 აკაცუკის მიერ გამოსვლილი რაღაცა ეპითეტებით, რომ საერთოდ რაღაცა დეპარტამენტსაც კი ქმნიან იმისთვის, რომ ეს კრიტიკა აკრძალონ და ეხლა
ხა ვიღაცა გამправებელი იმას კითხენ რომ კრიტიკას არ კრძალავთ არამედ რაღაცა სიძულვილის ენას და ასე შემდეგ და ამ სიძულვილის ენაში რა მოექცევა ამას მათი ძველი ქმედებები და რეპუტაციები და ის რეპრესიული კანონები და ამ კანონების აღსრულება კარგად გვაჩვენებს და ისაც ვიცით რას უნდა ველოდოთ ამ ყველაფერთან მიმართებაში მაგრამ აი ამ ფონზე როდესაც ქვეყანაში ეგეთი ემოციური და ეგეთი პოლიტიკური ფონია ეს ხო ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, ცალსახად პოზიტიური და კარგი ამბავი არის, რომ საზოგადოების აი ესეთი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის 700 არ ვიცი რამდენმა ადამიანმა გადარიცხა, მაგრამ ის აი 700,000 ჯამურად რომ გადაირიცხა იქ ვინც გადარიცხა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ამ ადამიანებს შორის იქნებოდა ქართული ოცნების ამომრჩეველიც, იმიტომ რომ ეს არ არის ეს ხალხი რაღაცა უგულო და საზიზღარი ადამიანები, ხო ჩვენი თანამოქალაქეები არიან, უბრალოდ რაღაცანაში პოლიტიკურად არ გვეთანხმებიან, თავისთავად ხედი არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმას გეტყვიან, რომ რატო უნდა გადაუხადო ეხა ამ ბავშვებს ფული, აგენი აინშტაინები ხო არ არიანო და რატო უნდა გადავარჩინოთო. ეს ხალხი ეგეთი აზროვნების ხალხიც არის იქ, მაგრამ არსებობენ ადამიანები თავისთავად მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველებში, რომლებიც განწყობილები არიან ემპათიით და დარწმუნებული ვარ, რომ იმასაც კი თვლიან, რომ ეს თანხები ამ ბავშვებს უნდა გადაურიცხოს ქართულმა ოცნებამ. მაგრამ ხო და შესაბამისად, აი ეს ნიუსი ყველა მხრივ და ყველა ფენისთვის და ყველა პოლიტიკური მხარისთვის არის ცალსახად პოზიტიური მოვლენა. რომ საზოგადოების ერთიანობა, როცა დაჭირდა საზოგადოებას გაერთიანება რაღაცა პრობლემის და წინაშე მხარდამხარ დგომა ერთმანეთის მიმართ, ეს გააკეთეს და მიაღწია საზოგადოებამ ამ ყველაფერს. ეს რატომ არ უნდა გააშუქო? რატომ არ უნდა მისცე ამ ყველაფერთან არაფერი პროპაგანდისტული ისიც არ უნდა ჩართო ამ ყველაფერში. ხო უბრალოდ უნდა თქვა, რომ აი ნახეთ რა კარგი რაღაცა მოხდა ქვეყანაში. აი ნახეთ როგორი და თან როგორი თემა არის, იცი რომ ამხელა წვდომა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და თქვა სხვა იმ ტელევიზიებსთან, რომელსაც როგორც აღნიშნე, არ ვიცი გააშუქეს თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ გაუშუქებიათ. იმათ ხო შეუძლიათ რომ უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანონ ეს ამბავი და უთხრან რომ იცი რა არის, აი ესეთი კამპანია არის, რომ ლარლარს აგროვებს ეს ხალხი და ამ ლარლარობით 700,000 ლარი შეგროვდა. ანუ ეს რამხელა რაღაცა არის, რომ შეიძლება ვიღაცა ადამიანმა ჩათვალოს, რომ მე რო ეხა ეს 1 ლარი გადაურიცხო ეს არაფერს არ შეცვლის, მაგრამ შენ ამხელა რაღაცას რო ეუნები, რომ აი ლარლარობით აგროვდა 700,000 ლარი, ეს ხო мотиваცია იქნება უფრო მეტი ხალხისთვის, რომ თვითონაც ჩაერთოს ამ ყველაფერში და რაღაცნაირად საზოგადოებრივი სიამაყის ემოცია შეიქმნას ერში და ქვეყანაში, რომ ხალხი ვინც იმ 1 ლარის გადამრიცხველი ადამიანი საკუთარ თავს პოზიტიურად იგრძნობს და იტყვის იმას, რომ რა მაგარი ხალხი ვართ, რომ ლარლარობით ამდენი ფული შევაგროვეთ. ეს ხო ცალსახად პოზიტიური მოვლენა არის. რატომ არ უნდა გინდოდეს, რომ აი ეს მოვლენა გააშუქო? და ალბათ იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ მთავარი პერსონაჟი თუნდაც აი ამ ისტორიაში, სადაც ხდება ის, რომ ადამიანები ლარლარობით ამხელა თანხას აგროვებენ, აი ამ ისტორიაშიც მთავარი პერსონაჟები არიან ეს ქოცი მაღალ ჩინოსნები. ეს ხალხი, რომელიც საბავშვო ბაღების ფულებს იპარავდნენ ამდენი წლის განმავლობაში და კიდე გამოჩნდება იქ ვიღაცები ხა ჯერჯერობით არ აწყობთ ის კორუფციონერების გაბუაშკარავება და იმიტომაც არ ვიცით, მაგრამ ვიღაცები, რომლებიც წლები ისხდნენ და წლები გველაპარაკებოდნენ ამ ხალხზე, რომ ყველაზე მაგარი ხალხია და ამათ ხელში არის საქართველოს გადარჩენილი და ამათ გარეშე საქართველოს დაიღუპება, მერე მოგვიწიალდნენ და გვეუბნებიან, რომ საბავშვო ბაღებს უფასო სასადილოებს პარავდნენ ფულს. ეს ხალხი თავისთავად ცხადია ფიქრობს იმას, რომ ხალხის ესეთი სოლიდარული ნაბიჯი და ესეთი გაერთიანება მათ წარმოაჩენს ცუდად. და არავინ აღარ ფიქრობს უკვე თქვენზე, აქ არ არის პრობლემა, ეგ არის, აი ესეც კი ვერ შეუგნია ამ ხალხს და აი ეს არის ეგოს მთავარი მომენტი ამ ხალხის მიმართ, რომ ესე იგი ჩვენ რო ეს გავაშუქოთ ვიღაცა მართქვას, მერე ჩვენზე ცუდი. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხს დავეხმაროთ, თქვათ აი ამ არხების საშუალებით, რომ ეს ინფორმაცია კიდევ უფრო გავრცელდეს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვიღაცა ადამიანებმა არ თქვან ცუდი ბატონ ირაკლიზე ან ბატონ ბიძინაზე და არ თქვან არ დაამუნათონ ეხა, რომ აი როგორ მთავრობაზე არ გაკეთდეს რაღაცა ნეგატიური აქცენტები.
ანუ ეგ არის მათი ეგოა მთავარი ისინი არიან აი ამ საკუთარი გადმოსახედიდან უყურებენ აი ამ პოზიტიურ მოვლენასაც კი და აი ეს გვაჩვენებს იმას თუ სინამდვილეში როგორ აზროვნებენ ეს ადამიანები და ვინ არიან და რა ღირებულებების ადამიანები არიან და აი ეგ არის კოცობა ის კი არ არის რომ რაღაცა კონკრეტულ პარტიას უჭერ მხარს და რაღაცა პოლიტიკური შეხედულებები გაქვს იმაზე რა ქვია საგარეო პოლიტიკაზე მაგას ეგ არ არის კოცობა არის აი ეგეთი აზროვნება რომელიც გაგაპრავებინებს წლების განმავლობაში იმას რა ქვია საბავშვო ბაღებიდან საჭმლის მოპარვას აი ეგ არის კოცობა და რომ იგითითებენ დღემდე რომ უამრავი კორუფციული გარიგებები არის და ეს ხელფასებს იმატებს ეს ხალხი და ბიჭო კორუფციის ანტიკორუფციული საბჭოს ყოფილი უფროსი გადავიდა საადვოკატო საქმეს დაუბრუნდა იმისთვის რომ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი დაიცვას კორუფციაში ბრალდებებისგან რომლის კორუფციონერობასაც თვითონ იკვლევდა არ ვიცი რაღაცნაირად აბსურდიც აღარ არის უკვე რა რაღაც უტიფრობა და უსირცხვილობა კი არ ვიცი რაღაცა კომედია რა პირდაპირ ანუ მეტი არაფერი სასაცილოა რაღაცნაირად მაგრამ სასაცილოც აღარ არის ერთი უბრალოდ მიზეზის გამო რომ ხალხი ზარალდება ამის გამო ბავშვები არიან ესე მიგდებულები აი ეს ლარლარობაზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან პოზიტიური ის არის მაგრამ ეს ხო გვაჩვენებს იმას რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც ხელს აფარებს და გვეჭხუბება იმაზე მუდმივად თუ ვიღაცა ხმას ამოიღებს კორუფციაზე და ნაციონალს დაგიძახებენ, აკაცუკს დაგიძახებენ, რაღაცას შევარწყობას მოგაყენებენ და მე თვითონ მოგედავებიან კიდე სამართველოების და იმისი სახელმწიფო დონეზე ამ რაღაცა თავიანთ მიერ დანერგილი სიძულვილის აურისა და სიძულვილის ემოციური ფონის ემოციურ ფონზე ამ ყველაფერზე და ამ დროს ხალხს უწევს ის რომ ერთმანეთი გაიტანოს ესე ხო და რავი ამან აჩვენა ძალიან კარგად ისიც აჩვენა რომ ხალხს აქვს იმისი უნარი რომ საკუთარი ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ რომ რაღაცა პოზიტიურად გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის ხალხისთვის სოლიდარობა დავანახოთ ერთმანეთს არ მივატოვოთ ერთმანეთი და აი ამ ერთიანობიდან, აი ამ პოზიტიური მოვლენებიდან ამ ხალხმა თავი გაირიყა თავიანთ იმეებს, რა ქვია, მე ხო ბიჭო, ეხა აი ხო შანსი არ არსებობს ერთი წუთი წარმოვიდგინეთ, რომ თქვენ ვინმეს გჯერათ, რომ მაგალითად იმაში, რა ქვია, საზოგადოებრივ მაუწყებელში, ნიუსრუმში ერთმა სტაჟორმა მაინც არ წამოიყვირა, რომ ვაიმე, ხალხო, ნახეთ, 500,000 ლარი ააგროვესო ამ ლარლარობითო, თქვენ ვინმეს გჯერათ, რომ ეგეთი რაღაცა არ მომხდარა იქა და არ უთქვავს რომელიმე სტაჟორს ეგეთი რაღაცა, ხო შანსი არ არსებობს ნიუსრუმში, ხო რაღაცა სახით შევიდა ამ თემაზე ამბავი. ეს ხო ცხადია. მაგრამ ამ ხალხმა აირჩია რედაქტორთან მივიდა ხო აი წარმოვიდგინეთ იცოდი რომ ვიღაცა ჟურნალისტი რედაქტორთან მივიდა და უთხრა რომ აი ესეთი ამბავი ხდება რომ სტუდენტებმა 500,000 ლარი ააგროვეს ლარლარობით ამ ბავშვებისთვის და რა ვქნათ და იმან უთხრა რომ არ გააშუქო ან შეიძლება იმან უთხრა მოდი გავაშუქოთ მაგრამ მოდი აბა მთავარ რედაქტორს ვკითხოთ მთავარ რედაქტორს ვკითხეთ და ვიღაცამ ხო დაბლოკა ამ ტელევიზიაში აი ეს ნიუსი და ხო გადაწყვიტა რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების შესახებ აი ეს უპოზიტიურესი ნიუსი არ გაუშვან. ხო და არ ვიცი რა. ანუ ტიპი ბიჭო კრიშავდნენ კოლ-ცენტრებს უშიშროების მთავარი წარმომადგენელი თუ ხელმძღვანელი საბავშვო ბაღებიდან ფულს იპარავდნენ უფასო სასადილოებიდან ხალხს ბოლოლუკმას აცლიდნენ ხალხი რომელიც ამაზე უკმაყოფილებას გამოთქვავს იმათ იჭერენ აპატიმრებენ
ტროტუარზე დგომასაც კი უშლიან, ეხა Facebook-ზე რაღაცის დაწერას დაუშლიან, ან რაღაცა საჯაროდ თავისი აზრის გამოთქმას დაუშლიან ამ ხალხს. და ამასობაში აი ეს ხალხი მაინც აი ესეთი რეპრესიული და აი ესეთი მძიმე ემოციური სიტუაციის ფონზე ახერხებს იმას, რომ ერთმანეთს ამ დონეზე დაუდგეს გვერდში 24 საათში ლარლარობით 700,000 აგროვოს და ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანა ირჩევს სიჩუმეს ამ სიტუაციაში. ხა არ ვიცი ბიჭო რაღაცა რო ჩამოალაგებ აი ამ ყველაფერს ერთად და ეს საერთო სურათს რანაირად არ გიქმნის აი ამ ხელისუფლების და მათი მომსახურე ადამიანების შესახებ. ეს ხო ცხადად გვაჩვენებს ვინ არის ეს ხალხი და ვინ მართავს ამ ქვეყანას და ის რომ არ იმსახურებს ეს ხალხი იმას რომ ისინი იყვნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში. ეს ხალხი არ იმსახურებს იმას რომ მათ ერქვას ამ ერის ხელისუფალი, იმ ერისა რომელიც აი ესეთ სიტუაციაში, აი ესეთ გაჭირვებაში, აი ესეთ სოლიდარობის ნაბიჯს გადადგავს და ესეთ სოლიდარობას აჩვენებს და ესე დაუდგება გვერდში თავის თანამოქალაქეებს, ეს ერი არ იმსახურებს იმას რომ ესეთი ხალხი იყოს სათავეში.